Სწორედ მზია ამაღლობელის უფლებადამცველი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ჯუბა ქათამაძე უპასუხებს. ბატონ ჯუბა, მოგესალმებით და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით. ბატონ ჯუბა, დავიწყოთ მოსამართლის გადაწყვეტილებით. თქვენ საკმაოდ სოლიდური გირაოს ანსოთ მოითხოვეთ მზია ამაღლობელის გათავისუფლება. თავად ჟურნალისტმაც ისაუბრა დაკავებულმა დღეს პროცესზე და აღნიშნა, რომ მზად იყო გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის. ამ შემთხვევაში რით იხსნით მოსამართლის გადაწყვეტილებას? მოსამართლის გადაწყვეტილება რა თქმა უნდა უკანონო იყო, დაუსაბუთებელი. მოსამართლის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში აღმოჩნდა პროკურატურის და ბრალდების მხარის პოზიციის გაგრძელება. ბრალდების მხარემ რეალურად პოზიცია წარმოადგინა არა რაიმე კონკრეტული არგუმენტით, ან რაიმე მტკიცებულებით, რომელიც მათი გამოძიების შედეგად გამოვლინდა, არამედ სრულიად აბსტრაქტულ ჰიპოთეტურ მოვლენებზე დაყრდნობით, საუბრობდნენ ჰიპოთეტურ მოწმეებზე, რომელზეც ზემოქმედება შეიძლება მომხდარიყო და ესეთი მოწმეები რეალურად საქმეში არ არსებობენ. სამი მოწმე პოლიციელის გარდა საქმეში არავინ არის და ზემოქმედება ვიზე უნდა მომხდარიყო წარმოუდგენელია. არ დაბარებულიც კი არავინ არ არის გამოკითხვაზე, ვისაც შეიძლება და უარი ეთქვა და შემდგომში ამაზე ჰიპოთეტურად ევსჯელათ, რომ მათზე ზემოქმედება მოხდებოდა. ასევე მეორე საფრთხე, რაც მოსამართლემ დაასახელა, თითქოს დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელება. ესეც ჰიპოთეტური იყო, ერთი რაიმე კონკრეტული გარემოება, მტკიცებულება არ აცაბუთებდა იმას, რომ ეს ადამიანი დანაშაულებრივ ქმედებას გააგრძელებდა. როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი მზია არის ნასამართლობის არ მქონე, ადმინისტრაციულ სახელდადებული პირი არ არის, შესაბამისად მისი წარსული უმციკლოა და მხოლოდ და მხოლოდ თეორიული, აბსტრაქტული არგუმენტებით შეუფარდეს მას პატიმრობა. ეს იყო სრულიად სასამართლოს დღევანდელი პროცესი და მოსამართლის გადაწყვეტილება იყო პროკურატურის პოზიციის გადაწყვეტილება და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამას რეალურად სამართლიან სასამართლოსთან. თავად დაკავებულის მზია ამაღლობელის პოზიცია როგორია, თუ გქონდათ შესაძლებლობა მას გასაუბრებოდით გადაწყვეტილების შემდეგ, როგორია მისი განწყობა? ქალბატონი მზია თავიდანაც სანამ პროცესი ჩატარდებოდა დაკავებისთანავე და იმის შემდეგაც მხნედ არის, თლიან ამ პროცესს პოლიტიკურად მიიჩნევს, დაწყებული ჯერ კიდევ რუსული კანონის მიღებიდან და შემდგომში ამ პროცესებით გაგრძელებული, როდესაც მას და მის დამოუკიდებელ მედია საშუალებას პრობლემები შეექმნა მუშაობის. რაც შეეხება ქალბატონი მზიას პოზიციას, იგი მხნედ არის, ბრძოლის განწყობაზეა, იცის რა ბრძოლა ის არის და ერთადერთი მისი პოზიცია რაც იყო ის, რომ თუ კი სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მან უთხრა მოსამართლეს, რომ იგი ითანამშრომლობდა სასამართლოსთან. რაც შეეხება სოლიდურ გირაოს, ეს სოლიდური გირაოც იქნა გამომდინარე იყო, რომ ჩვენ სასამართლოს შევთავაზეთ უძრავი ქონების დატვირთვა, რომელიც ქალბატონ მზიას შეეძლო, რომ ჩაედო სასამართლოში და ამით გადაეზღვია რისკები, რომლებიც ჩვენი შეხედულებით არ არსებობდა, თუმცა თუ კი სასამართლო პროკურატურის პოზიციას მაინც გაიზიარებდა, ამ რისკების გადაზღვევა შესაძლებელი იყო გირაოთი, ყოველგვარი პატიმრობის გარეშე და სხვა შემზღუდველი ღონისძიებებით, რომელიც სხვა საქმეებშიც გვინახავს, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტა ის, რაც გადაწყვეტა. როგორია სამართლებრივი გეგმა, როგორც ვიცით, თქვენ აპირებთ, რომ გაასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში ეს გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციოც მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას, მაშინ რა გზა რჩება სამართლებრივი ბრძოლისთვის? ჩვენ რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, არ ვაპირებთ იმას, რომ სამართლებრივი ბრძოლა შევწყვეტოთ. ეს არის აუცილებელი გზა იმისათვის, რათა საბოლოო ჯამში სამართალი აღდგეს ქალბატონი მზიას საქმესთან დაკავშირებით. აუცილებლად გავასაჩივროთ, 48 საათი გვაქვს ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, გავასაჩივრებთ. შემდგომში, როდესაც გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, თუ კი სააპელაციო სასამართლო ჩვენს პოზიციას არ მიიღებს და კვლავ უარყოფს იმას, რომ ქალბატონმა მზიამ დატოვოს წინასწარი პატიმრობა, შემდგომი გადასინჯვა უკვე იქნება წინა სასამართლოს ხდომაზე, რომელიც 4 მარტს არის დანიშნული და შესაბამისად ეტაპობრივად შემდგომ სამართლებრივ ნაბიჯებს აუცილებლად მივყვებით და ჩვენს არგუმენტებს წარუდგენთ როგორც შიდა ეროვნულ დონეზე სასამართლოს, თუ კი საჭირო გახდება ქვეყნის გარეთაც. ჩვენ დღეს მოვისმინეთ მოსამართლემ გადაწყვეტილებასაც განმარტა, რომ მომეტებულად აფასებს მზია ამაღლობელის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს. ამ განცხადებას როგორ შეაფასებთ? ეს განცხადება იყო სრულიად უკანონო. როგორც თავიდანვე გითხარით, ეს ახალი დანაშაულის საფრთხე არა მარტო ეს არ არის მხოლოდ ევროპული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტი, ქართული სასამართლოს სტანდარტიც არის ეს და არაერთ საქმეზე, სადაც პოლიტიკური ინტერესი არ იყო, სასამართლოს უთქვამს, რომ თუ კი ჰიპოთეტური არ არის, თუ კი ჰიპოთეტურია ეს მსჯელობა, რომელიც ახალი დანაშაულის საფრთხეს მიემართება, მაშინ ადამიანმა წინასწარ პატიმრობაში არ უნდა მოხდეს ადამიანი. ამ შემთხვევაში არ არსებობს
რატქმაოდა ვინც სასამართლო პროცესზე იყო და დაესწრო ერთი კონკრეტული რაიმე გარემოება მტკიცებულება ვერ მოისმინა იმასთან დაკავშირებით რატომ იყო ახალი დანაშაულის საფრთხე ერთადერთი პროკურატურამ რაც დაასახელა და რაც ასევე კიდევ ერთი დიდი უკანონობა იყო როგორც უფრო უმეტესად რა თქმა უნდა სასამართლოს მხრიდან პროკურატურამ დაასახელა ის ფაქტი რომ თითქოს ქალბატონი მზია იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული რომ თითქოს მას იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს შემდგომში გათავისუფლდა და მოხდა ინციდენტი რაც ესე არ ყოფილა ქალბატონი მზია მართალია ადმინისტრაციული წესით დააკავეს თუმცა ის მუხლი რითიც იგი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მოითხოვს რომ ეს ყველაფერი გადამოწმდეს სასამართლოს მიერ ანუ სასამართლომ უნდა შეამოწმოს რეალურად იყო თუ არა სამართალდარღვევა მხოლოდ ოქმის შედგენა არ კმარა ოქმის შედგენის შემდეგ უნდა ჩატარდეს სასამართლო და სასამართლო წყვეტს პირი არის თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევი ეს სასამართლოს შემოწმება ამ ყველაფერს არ გაუვლია შესაბამისად ქალბატონი ირმას ადმინისტრაციული სამართლის მიხედვით წესები და კანონი არ დაურღვევია აქედან გამომდინარე ეს არგუმენტით რომელიც სასამართლომ გააჟღერა შეიძლება გარკვეულწილად მიუხედავად იმისა რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ არის უდანაშაულობის პრეზუმპციასაც გაუტოლოთ ვინაიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ოქმის შედგენა მოსამართლემ საკმარისად მიიჩნია იმისათვის რათა ეს ადამიანი დაენა წარმოეჩინა ისე თითქოს იგი ადმინისტრაციულ სამართალდამღვევია თავად მომხდართან დაკავშირებით რა სწყვება მზია ამაღლობელი თუ შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით კი ბატონო, ადგილზე, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, ადგილზე სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო, როგორც უკვე გითხარით, ქალბატონი მზიას მიმართ მოხდა როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ისე დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფა, მისი ახლობლები, ახლო ნათესავები უკანონოდ დააკავეს ადგილზე, ხდებოდა გარკვეული პროვოკაციები, რამაც შემდგომში გამოიწვია ეს და არაერთი კიდევ სხვა ინციდენტი, მათ შორის ის ინციდენტიც, რომელიც მისი მეორეჯერ დაკავების შემდეგ განყოფილების ეზოში მოხდა, სანამ შიგნით განყოფილება შეიყვანა როდესაც მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოხდა, მის მიმართ ერთ-ერთმა პოლიციელმა სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად გადააფურთხა მისი მიმართულებით, ეს ამის მტკიცებულებები, ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს. გასაგებია და ბოლოს თქვენ აღნიშნეთ, რომ 48 საათი გაქვთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება გაასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში. ამის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად რა ვადა აქვს, თუ არის გაწერილი დრო? კი ბატონო, სააპელაციო სასამართლომ ჯერ უნდა იმსჯელოს, რამდენიმე დღეში მოხდება ეს ყველაფერი, ჯერ უნდა იმსჯელოს მან იმასთან დაკავშირებით, რამდენად დასაშვება ცნობს აღნიშნულ ჩვენს სააპელაციო საჩივარს, შემდგომში თუ კი ეს აპელაციები დასაშვებად იქნება ცნობილი, უნდა იმსჯელოს ამასთან დაკავშირებით და ეს რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს მიღებიდან და 72 საათი არის ჯამში იმისთვის, რათა მოხდეს როგორც დასაშვებობის ცნობა, ასევე გადაწყვეტილება მიიღოს სააპელაციო სასამართლომ. მადლობა დაგემშვიდობებით მოამბის შეკითხვებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მზია ამაღლობელის ადვოკატი ჯუბა ქათამაძე პასუხობდა.